გადავშალოთ ბიბლია, წმინდა მათის სახარება. მე-14 თავი. ოცდაორი 33. და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები ნავში ჩამსდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. როცა გაუშვა ხალხი, თაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს, ეს მოჩვენებაო და შიშისაგან შეჰყვირეს. მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა, გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ. მივგო მას პეტრემ და უთხრა, უფალო, თუ ეს შენ ახარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ. უთხრა, მოდი. პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. მაგრამ ქარი რომ დაინახა, შეეშინდა. ჩაძირვა დაიწყო და იყვირა, უფალო, მიხსენი მე. იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი და ამოიყვანა და უთხრა, რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნე? როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. ნავში მყოფებმა თაყვანისცეს მას და უთხრეს, ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. უფალო ღმერთო, მოწყალე მამაო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გაცხადება შენინებისა. მოგვეცი, რათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას, შენს სიტყვაში. გაგვაგონე შენი ხმა. მოგვეცი, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს და დავიმკვიდროთ საუკუნოს სიცოცხლე. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. იყო პარასკევი დღე, წვიმიანი. მოვედით ლოცვიდან. ჩვენს უმცროს ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ირმა მანქანით წავიდა აფთიაქში, რათა ეყიდა წამალი. ამის შემდეგ ირეკება ჩემი ტელეფონი და მეუბნებიან, ირეკავთ პოლიციიდან, არ შეგეშინდეთ, თქვენი მეუღლე ავარიაში მოხვდა. როდესაც მითხრეს მისამართი, სად მივსულიყავი, დავინახე ირმას დალეწილი მანქანა, რომელიც პირდაპირ წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გალავანთან იდგა. მართვის მოწყობის გარეშე ძღოლმა მოძრაობის წესების დარღვევით დაარტყა ირმას მანქანას და ისეთი სიძლიერი დაარტყა, რომ მანქანა გადაფრინდა, ასე ვთქვათ, გზაზე, მოგლიჯა დიდი ქვის საყრდენი და პირდაპირ გაჩერდა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გალავანთან. რა თქმა უნდა, მას გაეხსნა უსაფრთხოების ბალიში და როგორც ირმა მომიყვა ამ ინციდენტის შემდეგ, გაუგნებულმა პირველი რაც დაინახა, იყო ფრესკა. წმინდა პეტრე მოციქული ჩაძირული წყალში, ქრისტე წყალზე მდგარი, რომელიც უწოდებს მას ხელს, რათა ამოიყვანოს წყლიდან. აი ის სურათი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ. თუ არ ხართ დაკვირვებული ან არ იყავით დაკვირვებული, როდესაც მოხვდებით ამ ტაძართან, კუთხეში შეგიძლიათ დაინახოთ ეს სურათი.
ირმასათვის ეს იმდენად შტამბეჭდავი იყო, რომ თავისი მდგომარეობა წარმოიდგინა ამ სურათში. წმინდა პეტრე იძირებოდა, პრაქტიკულად კვდებოდა და ქრისტემ თავისი გაწვილი ხელით გადაარჩინა და ამოიყვანა წყლიდან. ჩვენ მიერ წაკითხული ნაწყვეტი მოგვითხრობს არა იმდენად პეტრეზე, არამედ ქრისტეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ. შეხედეთ, როგორ მთავრდება ჩვენი ტექსტი. ნავში მყოფებმა თაყვანისცეს მას და უთხრეს ჭეშმარიტად ღვთისძე ხარ შენ. ეს ნაწყვეტი არ არის წმინდა პეტრეზე, ან მოციქულებზე, ან ქარიშხალზე და ასე შემდეგ, არამედ იესო ქრისტეზე. წმინდა მათეს სურდა ამ ამბავით ეუწყებინა ჩვენთვის, რომ ქრისტე არის ნამდვილად ღვთისძე და რომ მას ეგების თაყვანისცემა და რომ მას თაყვანს სცემენ. ის პრაქტიკულად მოგვიხმობს, მოგვიწოდებს ამ ტექსტიდან თაყვანის საცემად. რათა თაყვანი ვცეთ მას, როგორც ღვთის ძეს. წმინდა იოანე ოქროპირი შესანიშნავ დაკვირვებას გადმოგცემს და ამბობს, რომ ვიდრე მე-14 თავში აღწერილი ამბავისა, ქრისტემ უკვე აჩვენა მოწაფეებს, რომ ის არის მბრძანებელი ზღვაზე. მერვე თავში აღწერილია, როგორ უბრძანებს ქრისტე ქარებს, როგორ უბრძანებს ზღვას და როგორ აწყნარებს ქარიშხალს. მაგრამ აი აქ, ამ ნაწყვეტში ამბობს ეკლესიის წმინდა მამა, ქრისტე აკეთებს სხვა სასწაულს და თავად დადის ზღვაზე და მეტიც მეორე სასწაულს, არა მარტო თავად დადის ზღვაზე, არამედ მოციქულსაც ატარებს წყალზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოქროპირის განმარტებით, ქრისტემ სასწაული მიუმატა იმისათვის, რომ თავისი ღვთისძეობა გამოეცხადებინა. როგორც უკვე ვთქვი, თუ ადრე ის აწყნარებს ქარიშხალს და მოციქულებს, მოწაფეებს აჩვენებს თავის ძალაუფლებას ქარიშხალზე, აქ ის ახალ სასწაულს ახდენს და როგორც ღვთისძე დაუბრკოლებლივ შემოდის ქარიშხალში და წყალზე მოსიარულე ეცხადება მოწაფეებს. მიუხედავად ამისა, მე მინდა რომ დღეს გაგიზიაროთ სამი აზრი. ჩვენი ნაწყვეტიდან წმინდა პეტრე მოციქულის შესახებ. თავარი იდეა ნაწყვეტისა არ დაგვავიწყდეს, ეს არის გაცხადება იესო ქრისტესი როგორც ღვთის ძისა. მაგრამ ამ ნაწყვეტში არის შესანიშნავი დარიგება და სწავლება ჩვენთვის. იესო ქრისტესთან მისასვლელ გზაზე რა არის საჭირო, რა არის დამაბრკოლებელი და რას აკეთებს ქრისტე. პირველი, რა აზრიც მინდა გაგიზიაროთ, არის ის, რომ ქრისტესთან მისასვლელად პეტრეს სჭირდებოდა რწმენა. ტექსტიდან ეს აშკარაა. მეორე, ეჭვი აბათილებს, აკნინებს, ასუსტებს რწმენას. და მესამე, რწმენის კრიზისის დროს იესო ქრისტე ეცხადება პეტრეს და აძლევს მას შველას. სამი რამ, რწმენა, ეჭვი, როგორც რწმენის მტერი და ქრისტე როგორც მშველელი რწმენისა. რაც შეეხება პირველ აზრს, იოანე ოქროპირი ამბობს, შეხედე წმინდა პეტრეს მგზნებარებას,
მის ცეცხლს და მის რწმენას. საიდან ხედავს ის წმინდა პეტრე მოციქულის რწმენას? აქ ხო აშკარად, ასე ვთქვათ, სიტყვას სიტყვით ბუკვალურად არ არის დაწერილი. წმინდა პეტრე მოციქულს გააჩნდა რწმენა და ამის გამო გადადგა ნაბიჯი წყალზე და გაიარა. მაგრამ დაუკვირდით აბა. როგორ შეიძლება რწმენის გარეშე ასეთი რამ გააკეთო? როგორ შეიძლება რწმენის გარეშე გადმოხვიდე ნავიდან და წყალს დააბიჯო ფეხი ისე რომ არ ჩაიძირო? ეს შეუძლებელია. ამიტომაც ეკლესიის მამა გვეუბნება, შეხედე მგზნებარებას, აღტკინებას. ის გამორჩეულია მოციქულთა შორის. მხოლოდ და მხოლოდ მან გაბედა იმის თქმა, რაც უთხრა ქრისტეს. შეხედე მის მგზნებარებას და შეხედე მის რწმენას. რა შეიძლება ვთქვათ წმინდა პეტრე მოციქულის რწმენაზე და ამ რწმენის ნიმუშის მაგალითის თანახმად ჩვენ საკუთარ თავებზე? რწმენა წმინდა პეტრე მოციქულისათვის იყო ის, რამაც ქრისტეს მიმართულებით გადაადგმევინა მას ნაბიჯები, თუნდაც ქარიშხალში. წმინდა პეტრე მოციქულის რწმენა დაიბადა ქრისტეს სიტყვის შედეგად. ქრისტეს რო არ ეთქვა მისთვის გადმოდი, მოდი, პეტრე ვერ დააბიჯებდა წყალს ისე რომ არ ჩაძერულიყო მასში. სხვა სიტყვებით რო ვთქვა ჩვენთან მიმართებაში, ქრისტესთან მისასვლელად ჩვენ გჭირდება რწმენა. ისევე როგორც პეტრე მოციქულს ჭირდებოდა რწმენა იმისათვის რომ ქრისტესთან მისულიყო. რწმენის გარეშე შეუძლებელია ეს წმინდა მოძრაობა ქრისტეს მიმართულებით, ღვთის მიმართულებით. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისათვის სათნო ყოფნა. რწმენამ გამოიყვანა აბრაამი ქალდებელთა ქვეყნიდან. რომ არა რწმენა, რომ არა დაჯერება აბრაამის გულში, ის დარჩებოდა კვლავ ქალდებელთა ქვეყანაში. აღარ გახდებოდა რწმენის მამა, აღარ ეყოლებოდა უამრავი შთამომავალი, აღარ ექნებოდა მიწა გადაცემული ღვთის მიერ საკუთრებაში და აღარ იქნებოდა მესიის ხორციელი მამა. ვინაიდან მესია იწოდება აბრაამის ძედ და დავითის ძედ. რომ არ რწმენა აბრაამი დარჩებოდა იქ, სადაც ცხოვრობდა, მაგრამ სწორედ რწმენა მოიყვანა ის მოძრაობაში, ისევე როგორც რწმენა მოიყვანა მოძრაობაში წმინდა პეტრე მოციქული. ქრისტესთან მისასვლელად ჩვენ გვჭირდება რწმენა. შეხედეთ, პეტრემ თავისი ნებით, თავისი გადაწყვეტილებით, თავისი სურვილით არ გადადგა ნაბიჯი, რომ მისულიყო ქრისტესთან. ის ჯერ შეევედრა და უთხრა, უფალო, მიბრძანე რომ მოვიდე. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ რწმენა იბადება ქრისტეს სიტყვისგან. მე წააკითხული მაქვს ერთი ამბავი, როდესაც რომელიღაც ქვეყანაში მისიონერები შეიკრიბნენ და უნდა ეკადაგათ რომელიღაცა სოფელში და ეს სოფელი მდინარის მეორე მხარეს გაღმა იმყოფებოდა. მდინარე იყო ადიდებული. და რა გააკეთეს მათ? კი არ დაელოდნენ. როდის შედგებოდა ამინდი, წაიკითხეს აი ეს ტექსტი, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, შემდეგ დადგნენ მდინარის ნაპირას და ილოცეს. ღმერთო, შენ ხარ ღმერთი პეტრესი, შენ ხარ ღმერთი ჩვენი, პეტრეს რწმენა არის ჩვენი რწმენა, ყველამ გადადგა ნაბიჯი და როგორ ფიქრობთ, რა დაემართათ? მათი გვამები აღმოაჩინეს სხვა ადგილას. სხვა ადგილას. დაკარგეს სიცოცხლე უგუნურების გამო, რელიგიური ფანატიზმის გამო, გაუგებრობის გამო და რამხელა სირცხვილი მოუტანეს სახარებას, ქადაგებას, რამხელა ეჭვი და ურწმუნოება ჩათესეს ადამიანებში. რატომ? იმიტომ რომ მათ ვერ დაინახეს ამ ტექსტში მნიშვნელოვანი მომენტი. როდის გადადგა პეტრემ ნაბიჯი წყალზე, რომ არ ჩაიძირა? მას შემდეგ, რაც ქრისტემ უთხრა მოდი. აი გეკითხებით.
რვა მოსულიყო ანდრია, ან სხვა მოციქული, იაკობი ან სიმონი და გადაედგა ნაბიჯი აი ამ სიტყვის მოდის გარეშე, ჩაიძირებოდა თუ არა იმ წამს? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მარტო პეტრეს უთხრა იესო ქრისტემ მოდი. მას შემდეგ რაც პეტრე შეევედრა და უთხრა მიბრძანე რომ მოვიდე. გახსენდება თუ არა ნეტარი ავგუსტინეს ლოცვა, რომელიც აღსარებანში არის ჩაწერილი. უფალო მომეცი, რასაც ბრძანებ და ბრძანე, რაც გსურს. ხვდებით თუ არა ჩვენ ამ სიტყვების მნიშვნელობას? მომეცი, რასაც ბრძანებ, რასაც მიბრძანებ და ბრძანე, მიბრძანე, რაც შენ გსურს. საოცარი ლოცვა. წმინდა პეტრე მოციქული ეუბნება ქრისტეს. მიბრძანე, მითხარი რომ მოვიდე. რწმენა იბადება მოსმენილი სიტყვით, მოსმენილი სიტყვა ჩვენს გულში შობს რწმენას. და კიდევ ერთი ასპექტი წმინდა პეტრე მოციქულის რწმენისა ჩვენს ტექსტში, ის მიემართება ქრისტესთან იმ დროს, როდესაც ქარიშხალი იყო, იმ დროს, როდესაც უამინდობა იყო. არა იმ დროს, როდესაც ამინდი იყო, ყველაფერი დაწყნარებული იყო, არამედ უამინდობისას და ქარიშხლის პირობებში. ყველაფერი ეს რომ შევაჯამოთ, ყველაფერი ეს რომ ერთად ვთქვათ, შეიძლება გავაკეთოთ ასეთი დასკვნა ჩვენ თავებთან მიმართებაში. ქრისტესთან მისასვლელად ჩვენ გვჭირდება რწმენა. რწმენა იბადება ქრისტეს სიტყვით და რწმენა ჩვენი ცხოვრების უამინდობისას შეიძლება იქნეს გამოვლენილი. მას ხელს ვერ შეუშლის ვერანაირი სულიერი უამინდობა. როგორ ფიქრობთ, რამდენი გაიარა ქრისტემ წყალზე? დაფიქრებულ ხართ თუ არა? ყველამ ვიცით ეს სასწაული, რომ იესომ გაიარა წყალზე და მიაღწია მოწაფეების ნავს. რამდენი გაიარა? არის თუ არა მინიშნება? ჩვენს ტექსტში არის ლაპარაკი, რომ ნავი იმ დროს იყო მრავალ სტადიონზე. სტადიონი ეს არის ძველი ბერძნული ერთეული, მანძილის აღმნიშვნელი. აი პარალელურ ფრაგმენტს თუ განვიხილავთ წმინდა იოანეს სახარებაში, კერძოდ მე-6 თავის მე-19 მუხლს, აღმოვაჩენთ, რომ იყო 25 თუ 30 სტადიონი. სტადიონი არის დაახლოებით 185 მეტრო. ახლა ვინც ხართ მაგარი მათემატიკაში? რამდენი სტადიონის უпростоრად მეტრის დაშორებით ან კილომეტრის იმყოფებოდა ნავი? დიახ. 4600, 5000, 5 კილომეტრამდე. 5 კილომეტრი იესო მიარა წყლით. აქ არაფერია საკვირველი. უბრალოდ ჩვენ წარმოგვიდგენია რაღაც პატარა მანძილი, იესომ 2 ნაბიჯი გადადგა, ასევე პეტრემ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. სინამდვილეში ნავი უკვე ძალიან დაშორებული იყო ნაპირს. 25-30 სტადიონის მანძილზე, ანუ დაახლოებით 5000 მეტრის მანძილზე, 5 კილომეტრის მანძილზე და იესო გაეშურა 5 კილომეტრი წყალზე, ქარიშხალში, რათა მისულიყო თავის მოწაფეებთან. რა დრო იყო? მოდით ესეც ვთქვათ სურათის სისავსისათვის. რა დრო იყო? აქ წერია, რომ ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო. 5 კილომეტრი გაიარა, რომ მისულიყო წყალზე. 5 კილომეტრი წყალზე. ღვთისძე ნაპირიდან. იმიტომ რომ იქ, როდესაც ლოცულობდა, გაიგო, რომ მოწაფეები იყვნენ უბედურებაში, ქარიშხალში. რომ შესაძლებელი იყო მათი დაღუპვა და 5 კილომეტრი გაიარა წყლით, რომ მიწდენოდა მათ, რომ მისულიყო მათთან. რა დრო იყო? აქ წერია, იყო
მეოთხე გუშაგობა. ჩვენი დროით იმ დროს დღეღამეს ყოფდნენ სხვადასხვა ინტერვალით. მეოთხე გუშაგობა ჩვენი დროით არის ღამის 3 საათიდან 6 საათამდე, ანუ 12 საათის შემდეგ. სიზუსტვისთვის ეს არის დილის, ანუ დილა რო იწყება 12 ღამე, შუაღამე, დილის 3 საათიდან 6 საათამდე. აი ეს დრო იყო. ეს დრო იყო. ყოველ შემთხვევისათვის წმინდა მახარებელი მათე გვატყობინებს ამ დროის შესახებ. დილის 3 საათიდან 6 საათამდე 5 კილომეტრი ქარიშხალში იესო ქრისტე მიემართება თავის მოწაფეებთან. მოწაფეები ხედავენ მას და პეტრე, მხოლოდ პეტრე ეუბნება, მიბრძანე რომ მოვიდე შენთან. მას გაუჩნდა რწმენა, ვინაიდან ქრისტემ უთხრა მოდი. ვერავინ ვერ მივა ქრისტესთან, თუ ქრისტემ არ გვითხრა მოდი. იესო ამბობს, მოდით ჩემთან, ყველანო ტვირთ მძიმენო და მაშრალნო. აი იესოს რო არ ეთქვა მოდი. იესოს რო არ ეთქვა იონეს სახარებაში, როდესაც ავმაღლდები, ჯერ ჯვარზე, შემდეგ ზეცად, ყველას მოვიზიდავ ჩემკენ, იესომ რომ არ გვითხრას მოდი, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მივა მასთან, თავისი ნებით, თავისი სურვილით. მაგრამ ქრისტემ გააჩინა პეტრეში ეს სურვილი, ქრისტემ მისცა მას სიტყვა მოდი და პეტრემ რწმენით გადადგა ნაბიჯი ქრისტესთან მისასვლელად. ახლა კი შეხედეთ რა ემართება მოციქულის რწმენას. იგივე შეიძლება დაემართოს ჩვენს რწმენასაც, რომელიც ჩვენ გვამოძრავებს, რომელსაც ჩვენ მივყვავართ ქრისტესთან და რა არის ამ ტექსტის მთავარი საზრისი, ქრისტესთან როგორც ღვთის ძესთან, ანუ ქრისტეს აღიარებასთან, როგორც ღვთის ძის აღიარებასთან. რა დაემართა წმინდა პეტრე მოციქულის რწმენას? თავად ქრისტემ განმარტა. რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნე? 31 მუხლი. პეტრემ დაიწყო ჩაძირვა. რატომ დაიწყო ჩაძირვა? იმიტომ რომ მას გაუჩნდა ეჭვი. ეჭვი ეს არის რწმენის მტერი. ეჭვი. წმინდა ეფრემი ასურელი შესანიშნავ განმარტებას გვაძლევს სიტყვებთან მიმართებაში. რას ნიშნავს პეტრე? ბერძნულიდან. ქვას. აი ეს ქვა ამბობს ეკლესიის მამა, ეჭვის გამო ჩაიძირა წყალში. ჩვენ ხშირად ქვას უყურებთ როგორც სიმტკიცის, სიმაგრის ნიშანს და მორწმუნეებიც წმინდა პეტრე მოციქულთან წოდებულნი არიან როგორც ცოცხალი ქვები, ასე წერია მის ეპისტოლეში. ცოცხალი ქვები, ის თავად ქვა არის, მაგრამ ქვა შეიძლება ჩაიძიროს. ისევე როგორც ეს ქვა, პეტრე წოდებული, იძირებოდა წყალში. და რატომ იძირებოდა? რატომ იძირებოდა ქვა წყალში? პეტრე მოციქული წყალში. იესომ განმარტა ეჭვის გამო. ეჭვი ეს არის მტერი ჩვენი რწმენისა. ეჭვი ეს არის შემაფერხებელი ჩვენი მოძრაობისა ქრისტეს მიმართ. ეჭვი ეს არის დაბრკოლება იესო ქრისტეს როგორც ღვთის ძის აღიარებისა. ეჭვი. რას ამბობს იაკობი ეჭვიან კაცზე? მე ეჭვე კაცზე. წმინდა იაკობ მოციქული თავისი ეპისტოლეს პირველ თავში ამბობს, რომ ეჭვიანი კაცი გავს რას? ზღვის ტალღას. ქარის მიერ ამოძრავებულს და შემდეგ მიმოფანტულს. ეჭვიანი კაცი ეს არის ტალღა, რომელიც წარმოიშობა, შემდეგ კი ქრება. დონ კიხოტი ეუბნება მღვდელს, ძნელია ეჭვი დამძიმებული სინდისი. ძნელი ტვირთია, ძნელ ტვირთს უწოდებს ეჭვი დამძიმებულ სინდის სერვანტესის გმირი. ხოლო დიდი გერმანელი პოეტი ჰაინრიხ ჰაინე ამბობს, რომ გონების ეჭვი ეს არის ბოროტი
ჭია. ხშირად სხვათა შორის ასე გამოიყენება ეჭვის ჭია შეუჩდავ ეს სიტყვა, რომელიც ღრნის, შიგნიდან ღრნის და ჭამს რწმენას. აბა შევხედოთ ჩვენს თავებს, ხო არ გაგვიჩნდა? ხო არ გაუჩნდა ჩვენს რწმენას ჭია, სახელად ეჭვი. როგორც ჰაინი ამბობს, ბოროტი, ჭია. ჭია საერთოდ კარგი შეიძლება იყოს, არ ვიცი, შეიძლება არის კეთილი ჭიები. მაგრამ ეჭვი ეს არის ბოროტი ჭია, რომელიც შდება ჩვენს რწმენაში. შეხედეთ რა უყვა ამ ჭიამ პეტრეს რწმენას. ქვა იწყებს ჩაძირვას, ქვა რომელიც არის შექმნილი იმისათვის რომ იდგეს. იესომ თქვა, მე გარქმევ შენ პეტრეს, მისი სახელი იყო დაბადებიდან სიმონი. ქრისტემ დაარქვა პეტრე, ანუ ქვა. შენ ხარ ქვა, მაგრამ ქვა შეიძლება იყოს ჩაძირული. თუ გაუჩნდა რწმენას ეჭვი. ეს მართლაც სიმძიმეა. სწორედ ამ სიმძიმემ ეს ქვა ჩაძირა წყალში. მიაქცევთ ყურადღება, იესოს არ უთქვამს, რომ შენ ურწმუნო ხარო, იესომ თქვა, მცირედ მორწმუნე ხარო. ბერძნულ ტექსტში სიტყვა სწორედ მცირე ნაკლებად მორწმუნეობას გადმოსცემს. ეს სიტყვა ნიშნავს არარწმენის დაკარგვას როგორც ასეთს, არამედ რწმენის შემცირებას, უკმარისობას, არასაკმარის რწმენას. მინდა რომ თქვენ გაარჩიოთ ერთმანეთისგან რწმენის არარსებობა მცირე რწმენისგან. შეიძლება იყოს რწმენა, მაგრამ ამ ეჭვმა ისე დაღრნას, რომ უკვე შეამციროს, დაფლითოს, რაღაც ნაწილები დარჩეს რწმენისგან. რამდენი ადამიანი დადის დღეს თუნდაც მორწმუნე წოდებული, რომლის რწმენა დაფლეთილია, დაგლეჯილია, დაპატარავებულია, შემცირებულია. უკვე იძირება ან ჩაძირული. ამ სურათში წმინდა პეტრე მოციქული არ ვიცი, სანამდეა ჩაძირული. ჩვენ არ ვიცით სანამდე ჩაიძირა წმინდა პეტრე მოციქული. ამ სურათში აქამდე არის ჩაძირული, წელამდე. ზოგი შეიძლება უკვე ასეა ჩაძირული, ყელამდე და იწვის ხელს გადარჩენის, შველის, ხსნის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მაცდურის მთავარი სტრატეგია, მთავარი ცბიერი ჩანაფიქრი ჩვენი ღმერთთან დაშორებისა არის სწორედ ეჭვის გაჩენა გულში. არსებობს, მინდა გითხრათ, რომ სპეციალური სწავლებები, სპეციალური იდეოლოგია, როგორ გააჩინო ეჭვი. როგორ გააჩინო ეჭვი. ტექნოლოგია, როგორ გააჩინო მორწმუნე ადამიანებში ეჭვი. რა იყო პირველი სიტყვები, რაც ეშმაკმა უთხრა ადამიანს? პირველი, მართლა გითხრათ ღმერთმა, არის თუ არა ეს ეჭვის სიტყვები? ან ეჭვის გამჩენის სიტყვები? მართლა გითხრა ღმერთმა? იქნებ მოგესმა. იქნებ მოგესმა პეტრე, მოდიო რო გითხრა ქრისტე. მართლა გითხრა? სატანას ზულს ღმერთი და მისი სიტყვა, მისი მთავარი სტრატეგია შეიტანოს ეჭვი მის სიტყვაში. აი მაგალითად, მართლა არის ბიბლია ღვთის სიტყვა. არის თუ არა ეს ეჭვის დამთესი სიტყვები? ის რაც ეშმაკმა უთხრა ედემის ბაღში ადამიანს, მართლა გითხრათ ღმერთმა. კარგი, დავუშვოთ თქვენ ირწმუნეთ, რომ ან გჯერათ, რომ ბიბლია ეს არის ღვთის გამოცხადება. აი მეორე კომბინაცია. იგივე შინაარსის, ოღონდ შეცვლილი. ის რაც ბიბლიაში წერია, ანუ ის რაც შენ გჯერა, მართლა წერია ბიბლიაში. დავუშვათ ადამიანი იჯერებს, რომ ბიბლია არის ღვთის სიტყვა. შემდეგი ნაბიჯი ეჭვის გაჩენისა შეიძლება ასეთნაირად ისმოდეს. ის რაც შენ გჯერა, მართლა წერია ბიბლიაში. ან კიდევ თუ დარწმუნდი, რომ მართლა წერია, შემდეგი ეტაპი, შემდეგი კომბინაცია, რათა გაჩნდეს ეჭვის ჭია ჩვენს რწმენაში. კი წერია ბიბლიაში, კი არის ბიბლია ღვთის სიტყვა, მაგრამ გეკუთვნის ეს სიტყვა შენ, იქნებ შენთვის არ არის ეს დაწერილი, სხვისთვის არის დაწერილი.
და ასე შეიძლება გაუთავებლად წარმოიშვას უამრავი შეკითხვა, რომლის მიზანი რწმენის შებღალვა, მისი შემცირება, მისი მოკლა, განადგურება და როგორც შედეგი, როგორც ამ ტექსტში წერია, ჩვენი თავების ჩაძირვა წყალში. და რას ნიშნავდა პეტრეს ჩაძირვა? პეტრეს ჩაძირვა ნიშნავდა, რომ ის ვეღარ მიაღწევდა ქრისტესთან. ის დარჩებოდა ქრისტესთან შეხვედრის გარეშე. ახლა კი შეხედეთ რა ხდება შემდეგ. ეს არის მესამე აზრი, რომლის შესახებაც მინდა რომ ჩვენ დავფიქრდეთ. ერთი, ქრისტესთან მისასვლელად ჩვენ გვჭირდება რწმენა, მეორე, ეჭვი ამხობს რწმენას და ამცირებს და მესამე, რა გააკეთა ქრისტემ, როდესაც პეტრემ მეორე თხოვნა მას აუწყა. პირველი თხოვნა რა იყო? მიბრძანე რომ მოვიდე. მეორე თხოვნა რა იყო? უფალო მიხსენი მე. მიხსენი მე. რას აკეთებს ქრისტე? საოცარია უფალი. ის კიცხავს მას, დიახ, უწყრება მას, არაქებს, საყვედურობს მას, იმიტომ რომ ეუბნება, რატომ დაეჭვდი, მცირედ მორწმუნეო? რატომ გაგიჩნდა ეჭვი? მაგრამ შველის მას. უარს არ ამბობს მასზე. აქ წერია, იესომ იმ წამსვე გაუწოდა მას ხელი. იმ წამსვე გაუწოდა ხელი. ყოვლისშემძლე ღვთის ხელი გაწოდებულ იქნა წყალში ჩაძირული პეტრე მოციქულის მიმართ. აი ამ ხელმა გადაარჩინა ის. ჩვენ გვჭირდება აი ეს ხელი ჩვენ ცხოვრებაში. ყოველთვის, როდესაც ჩვენი ეჭვის გამო ჩვენი რწმენა იძირება წყალში. ჩვენ გვჭირდება, რომ ქრისტემ გამოგვიწოდოს ხელი, რათა შევძლოთ წყლიდან ამოსვლა. და შეიძლება გქონდეს იმედი მასზე, რომ ის უარს არ იტყვის ჩვენზე, ვინაიდან თავად თქვა, ჩემი ხელიდან ვერავინ ვერ გაგიტაცებ თქვენ. ვინაიდან თავად დადო საკუთარი სიცოცხლე ჩვენს გადასარჩენად სამსხვერპლოზე. როგორ გააკეთა იესომ ეს? როგორ შეძლო მოციქულის გადარჩენა? იესო თავად შემოვიდა ამ ქარბუქში, ამ ქარიშხალში. ის არ შველის მას ქარიშხალიდან მიღმა, არამედ პირიქით შემოდის ამ ქარიშხალში. მის გვერდით ჩნდება და პირადად მას უწვდის ხელს. ეს არის ის, რაც გააკეთა ღმერთმა. მან არ გადაგვარჩინა ჩვენ ზეციდან, ისე რომ თავად არ გახდა ერთი ჩვენგანი. ის გახდა ადამიანი, ის შეიმოსა ხორცით, სისხლით, ის შემოვიდა ჩვენი ცხოვრების ქარბუქში, გაიზიარა ჩვენი ხვედრი და ბედი. როდესაც ჯვარზე ეცვა და ითხოვდა შველას, ხელი არავინ არ გაუწოდა მას. პირიქით, ყველა დასცინოდა, ყველა ტკენდა, ყველა მიატოვა მამის ჩათვლით. იმისათვის, რომ აი ეს ხელი, დახმარების ხელი გაეწოდა ჩვენთვის და ამოეყვანა ჩვენი თავები წყლიდან და მიეცა ჩვენთვის გადარჩენა. აქ წერია 32 მოხში, როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. მაგრამ როდესაც შველოდა, ქარი არ იყო ჩამდგარი. ქარიშხალში შველოდა მას. ხშირად ჩვენ გონია, რომ ქარიშხალი უნდა ჩადგეს და ეს არის ნიშანი მისი ხსნისა. არადა ტექსტი, ბიბლიური გმირების ცხოვრება მიგვანიშნებს, რომ ქრისტე შემოდის სწორედ ავდარში. ავდარში იცის მან გადარჩენა ჩვენი. და მას შემდეგ, რაც გადაარჩინა და ავიდნენ ნავში, ჩადგა ქარი. ისევე როგორც გადაარჩინა ღმერთმა
3 ყმაწვილი, რომლებიც გადაგდებულ იქნენ ცეცხლის აგიზგიზებულ ქოროში. იქ შევიდა ღმერთი ცეცხლში და იქ იხსნა ცეცხლში. ისევე როგორც აქ ქრისტე მოვიდა ავდარში და ავდარში დაიხსნა პეტრე მოციქული. წავდგეთ ღვთის წინაშე და ვევედროთ მას ჩვენი სულების საცხონები.